დღესვე ქართული ოცნების პარლამენტმა პარტია საქართველოსთვის დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ესენი არიან გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა თავაძე, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზრუშვილი, ბერდია სიჭინავა, კახა ქემოკლიძე, როინ ქოჩორაშვილი, დიმიტრი ცქეტიშვილი და ზვია ძიძიგური. გახარიას გუნდ სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის დღის წესრიგში საარჩევნო სიით მომდევნო 12 წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი დადგება. ამასთან გახარიას პარტია მომდევნო 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვერ მიიღებს. საპარლამენტო მანდატების ჩამორთმევა სისხლის სამართლებრივი დევნის წინაპირობად აფასებს გიორგი გახარია. პარტია საქართველოსთვის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ მანდატების ჩამორთმევა არასდროს ყოფილა პროცედურასთან დაკავშირებული საკითხი. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნისთვის გზის გასუფთავება. იმუნიტეტის გაუქმება შეთეთქმული ბრალდებების წინ და მთავარი პოლიტიკური საფრთხის აღმოფხვრა მუნიციპალური არჩევნების წინ. გახარიას თქმით, მისი გუნდი პოლიტიკური ბოიკოტის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობდა, რომლითაც უარი თქვეს მიტაცებულ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, თუმცა არ დათმეს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატები.